მიკროსაფინანსო სექტორმა გასული წელი თითქმის 140 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დახურა. წლიურად 4%-იანი ზრდა ასახეზე. მოგების ზრდის მიუხედავად ბაზრიდან ორი მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიკრობანკად გარდაქმნის შემდეგ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელი წლიურად 77 მილიონი ლარით შემცირდა. როგორია მიკროსაფინანსო სექტორის სასესხო პორტფელი, რა სასესხო პროდუქტებზეა მოთხოვნა და მთლიანობაში რა მოლოდინები აქვს სექტორს სტუმართან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარესთან ნინო დევდარიეთან ერთად ვისაუბრეთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემის სტუმრობისთვის. ყოველთვის მიხარია ხოლმე, როცა ესა თუ ის სექტორი წელს ასრულებს მოგებით და თქვენს შემთხვევაშიც სახეზე გვაქვს საკმაოდ კარგი შედეგები. რა ფაქტორებმა განაპირობა ეს შედეგი, რა პროცესები იყო ისეთი, რამაც უზრუნველყო დავუშვათ 140 მილიონიანი სუბთა მოგება და ის ტენდენცია, რომელიც თვითონ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ერთგვარ გაჯენსაღებას ემსახურებოდა, მათ შორის სასესხო, მათ შორის საპროცედო განაკვეთებთან მიმართებაში, რამდენად გახდა ერთგვარი წინაპირობა, რომ ეს სექტორი დღეს ბევრად ჯანსაღია, ვიდრე იყო თუნდაც წინა წლებში. მოგესალმებით მაია, მივესალმები მაყურებელს, სასიამოვნოა თქვენ სტუდიაში სტუმრობა და ამ თემების განხილვა. 25 წელი ნამდვილად შეგვიძლია უკვე შევაფასოთ და ვთქვათ, რომ წარმატებული წელი იყო მიკროსაფინანსო სექტორისთვის, ეს აისახა ყველა პარამეტრში, პრინციპში შეიძლება რომ ითქვას. მიუხედავად იმისა, რომ წლიურად ვთქვათ, ჩვენი სასესხო პორტფელი და აქტივები დაახლოებით 2-დან 4%-მდე შემცირდა. თუმცა აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ჩვენ აღვნიშნეთ, ეს არის ის, რომ ორი მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ამ შემთხვევაში გადავიდა მიკრობანკების სექტორში და შესაბამისად ეს შემცირებაც კი, თუ ჩვენ ავიღებთ ასე ვთქვათ, ამ ორი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის გამორიცხვის შედეგებს და 29 მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აქტივებს შევადარებთ ასე ვთქვათ, წლის ბოლოს აქტივებს, ნახავთ, რომ ზრდის ტემპი იყო დაახლოებით 30%, რაც არის გაურმაგებული 20-24 წელთან მიმართებაში და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიკროსაფინანსო სექტორის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა 20-25 წელს. ზრდის ტემპის გარდა აქვე უნდა აღინიშნოს ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოგების აბსოლუტურ მნიშვნელობას შეიძლება მნიშვნელოვანი ცვლილება არ ყოფილა წელს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ აღნიშნავ დაახლოებით 30% სექტორისა გადაენაცვლა, ასე ვთქვათ, ახალ მიკრობანკების სექტორში. მიუხედავად ამისა, მომგებიანობის კუთხითაც არის გარკვეული, ასე ვთქვათ, გაუმჯობესებები წელს და დაახლოებით 19%-იანი უკუგებით დაასრულა სექტორმა კაპიტალზე, ასე ვთქვათ, 20-25 წელი. ახლა რითი არის ეს განპირობები? ერთის მხრივ, როგორც აღნიშნეთ, პორტფელის ზრდის ტემპი ნამდვილად დაჩქარებულია. 20-25 წელს შეიმჩნეოდა გარკვეულწილად სესხებზე ფასების კლებაც, ანუ საშუალო დაბანდება დაახლოებით შემცირდა 1%-ული პუნქტით, 25%-დან 24%-მდე არის, ასე ვთქვათ, დაბანდება დაწეული. და ამავდროულად რა განაპირობებს, ასე ვთქვათ, ამ დაბანდების კლების ფაქტორებს არის ის, რომ ორი მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, სამი მნიშვნელოვანი ხარჯვითი ნაწილია, რაც სექტორს აძლევს საშუალებას, რომ უფრო იაფადაც, ასე ვთქვათ, დააბანდოს სახსრები და მეორე თვალსაზრისით გაიუმჯობესოს თავისი მომგებიანობაც. პირველი და მნიშვნელოვანი ეს არის საპროცენტო ხარჯები, ანუ ის ხარჯები და ის განაკვეთები, რა, ასე ვთქვათ, ფასად ახერხებს სექტორი მოიზიდოს თავად სახსრები, რომელიც მერე თვითონ უნდა დააბანდოს და გაასესხოს, ხომ? აქაც გარკვეულწილად 25 წელს ჰქონდა, ასე ვთქვათ, შემცირება და დაახლოებით 11%-იან, ასე ვთქვათ, საშუალო პორტფელთან მიმართებაში 11%-ს ხარჯავს სექტორი საპროცენტო ხარჯებად. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, აგრეგატი, რაც ხარჯებსა და თვითღირებულებას განსაზღვრავს სახსრებისას, ეს არის საოპერაციო ხარჯები და აქაც უნდა ვთქვათ, რომ სექტორმა შეამცირა ერთეული საოპერაციო ხარჯი პორტფელთან მიმართებაში და ეს წელს პირველად ჩამოწდა 11%-ს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სექტორმა გარკვეულწილად ეფექტურობა მისი სესხების გაცემის და დანახარჯებთან მიმართებაში გაზარდა. და კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ თვითონ რისკების დანახარჯებიც საკმაოდ დაბალია 20-25 წელს და ესეც ხელს უწყობს იმას, რომ ასე ვთქვათ, საბოლოო ხარჯები სექტორმა შეამციროს თავისი, ასე ვთქვათ, დაბანდებების კუთხით. კი ბატონო, თუმცა აქ ახლა შემოდის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. აი ამ ყველაფერში რა როლი ითამაშა მომხმარებლის დამოკიდებულებამ ამ სექტორთან მიმართებაში? წლების წინ ეს სექტორი მისი მაღალი საპროცენტო განაკვეთების გათვალისწინებით მიმზიდველი არ იყო, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ამ პირებს თუ ამ კომპანიებს, ამ მცირე და საშუალო სექტორ ბიზნესის წარმომადგენლებს უჭირდათ საბანკო პროდუქტების სარგებლობა, ისინი მიდიოდნენ მიკროსაფინანსო სექტორში და შესაბამისად
მიუხედავად მაღალი პროცენტისა სარგებლობდნენ აი ამ პროცენტით ამომსახურებით, მაგრამ რეგულირების შემდგომ, რომელიც ეროვნულ ბანკმა უზრუნველყო, ეს პროცენტი თითქმის შეიცვალა. დღეს თავად ამ სექტორის გადმოსახედიდან მომხმარებლის ნდობა როგორია, რამდენად შეიცვალა მისი დამოკიდებულება და თქვენი კლიენტურა ვინ არის? ისევ კლავაც მცირე და საშუალო სექტორი, თუ დაუშვათ აი ეს ნაწილი ამ შემთხვევაში კიდევ უფრო გაიზარდა და ცოტა უფრო მეტი ფართო არეალი მოიცვა და რეალურად შეგიძლიათ კონკურენციაში, არ ვიცი ამდენ სწორი ფორმულირება პირდაპირ მნიშვნელობით, მაგრამ მაინც უფრო მნიშვნელოვან კონკურენციაში შესვლა საბანკო სექტორთან მიმართებაში. ძალიან დიდი მადლობა კითხვისთვის. პრინციპში რამდენიმე ბლოკად დავყოფ ჩემ პასუხს. პირველ რიგში ის, რომ ნდობა სექტორის მიმართ არის უფრო მაღალი, ვიდრე ის იყო წლების წინ, პრინციპში ეს ძალიან ბევრ სხვა, ასე ვთქვათ, სტატისტიკურ ფაქტორითაც შეგვიძლია, რომ ამაზე ვიმსჯელოთ და ამაზე ვისაუბროთ და უფრო დეტალურად ჩავშლი, ასე ვთქვათ, ჩემს აზრს მივყვები, ასე ვთქვათ, ქრონოლოგიურად. თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ, რომ პრინციპში 2016-17 წლიდან სექტორმა განიცადა მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ცვლილებები და რეგულაციების გამკაცრების და ასე ვთქვათ, უფრო მაღალი სტანდარტების რეგულაციებთან მორგების მთელი, ასე ვთქვათ, ბოლო 10 წლეული ქონდა სექტორს. და შეგვიძლია ვთქვათ, რომ რისკების მართვის კულტურა, კორპორაციული კულტურა მიკროსაფინანსო სექტორში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და შეიცვალა. ეს მათ შორის აისახება იმაში, რომ დღესდღეობით სექტორი, ასე ვთქვათ, ოპერირებს ძალიან დაბალი რისკების პროფილით. უიმედო სესხების, ასე ვთქვათ, წილი მთლიან პორტფელში არის სულ რაღაც 1.9%, რაც ძალიან მცირეა და ნიშნავს იმას, რომ სექტორმა ასე ვთქვათ, უფრო კარგი რისკების მენეჯმენტის და მაღალი, ასე ვთქვათ, მენეჯმენტის სტანდარტის შესაბამისად შეძლო უფრო სწორი და დაბალრისკიანი დაკრედიტების, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფა, რაც, რა თქმა უნდა, კონკურენტუნარიანობას ამ სექტორისას ზრდის. ანუ როგორც კი ჩვენ დანახარჯებს რისკებისას ვამცირებთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია უფრო იაფადაც დავაბანდოთ სახსრები და აქაც უნდა აღინიშნოს, რომ თავად სექტორის ინტერესშიც არის იაფად დაბანდება სახსრების, იმიტომ რომ რაც უფრო იაფია, ასე ვთქვათ, კრედიტი, მით უფრო ნაკლები რისკი მოსდევს მას, ანუ დეფოლტის რისკი, ასე ვთქვათ, უფრო ნაკლებია, როდესაც იაფია პროდუქტი. შესაბამისად, ეს თავად სექტორის ინტერესშიც შედის, რომ გაიაფოს პროდუქტები, იმიტომ რომ იყოს უფრო კონკურენტული ერთის მხრივ და მეორეს მხრივ მოიზიდოს უფრო დაბალრისკიანი, ასე ვთქვათ. ხო, მაგრამ აქ შემოდის რამდენად შეგიძლიათ აი ამ იაფიანი პროდუქტის მოზიდვა ამ შემთხვევაში მე რომელმაც უნდა უზრუნველყოს პირდრომითად მომხმარებელთან ურთიერთობაში დაბალი საპროცენტო განაკვეთი შედარებით დაბალი. აი ამას ზუსტად პასუხობს ის, ასე ვთქვათ, ჩემი წინა ჩართვები იმ სამ ძირითად ხარჯვით ნაწილზე, რომელიც ამ ფასს განაპირობებს თვითღირებულების ნაწილში. ერთის მხრივ ეს არის თვითონ სახსრების ფასი და აქ სამწუხაროდ თავად სექტორს დიდი გავლენა სამწუხაროდ არ აქვს. ანუ ერთის მხრივ ფასი დგება იმ მაკროეკონომიკური, ასე ვთქვათ, სიტუაციით და გარემოებებით, რაც არის ჩვენთან თუ, ასე ვთქვათ, საერთაშორისო ბაზრებზე, იმიტომ რომ მიკროსაფინანსო სექტორი როგორც ადგილობრივ ბაზარზე იზიდავს სახსრებს, ისე საერთაშორისო ბაზრებზე იზიდავს სახსრებს და რა თქმა უნდა აი ამ, ასე ვთქვათ, გარდა იმ მარჯისა, რომელსაც რისკ პრემიუმი ეწოდება კონკრეტული ორგანიზაციის მოზიდვის ნაწილში, თავად, ასე ვთქვათ, განაკვეთები დამოკიდებულია მნიშვნელოვნად იგივე სოფრის, იგივე რეფინანსირების და, ასე ვთქვათ, საერთაშორისო განაკვეთებზე. ამიტომ ამ პარამეტრის, ასე ვთქვათ, ცვლილების დიდი მარჟა ხელში სექტორს არ უკავია. მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის საოპერაციო დანახარჯები ერთეულ პორტფელზე. აი აქ კი ნამდვილად ახლა ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რეალურად მიკროსაფინანსო სექტორი იმის გამო, რომ უფრო წვრილ სესხებს გასცემს, მისი ერთეული დანახარჯი, აი ამ წვრილი სესხის გაცემაზე დაახლოებით ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე საბანკო სექტორს ეს აქვს. ანუ ჩვენი სექტორი დაახლოებით 11%-ს საშუალო პორტფელთან მიმართებაში ხარჯავს საოპერაციო დანახარჯებში სესხის გაცემისთვის. მაშინ, როდესაც მაგალითად ბანკებში ეს არის დაახლოებით 5-6%. ანუ ჩვენ ბევრად უფრო ძვირი გვიჯდება იგივე სესხის გაცემა, იმიტომ რომ უფრო წვრილ, ასე ვთქვათ, სესხებზე გვაქვს საუბარი. სახელმწიფო დანახარჯები, რა თქმა უნდა, უფრო მეტია, მასშტაბიც, ასე ვთქვათ, თამაშობს ამაში ძალიან მნიშვნელოვან როლს. აქედან გამომდინარე, ეს არის საოპერაციო ხარჯები, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც
ასე ვთქვათ, თვითღირებულებაში საკმაოდ დიდი პორციით, დაახლოებით იგივე პორციით, როგორც საპროცენტო ხარჯები თამაშობს თვითღირებულების ფორმირებაში, ასე ვთქვათ, თავის. ანუ ამ საუბრის გათვალისწინებით საპროცენტო განაკვეთების კიდევ უფრო შემცირების მოლოდინი ადგილობრივი თუ გლობალური ფაქტორებიდან გამომდინარე არ უნდა ჰქონდეს მომხმარებელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომხმარებელს. ფასის ნაწილში ვფიქრობ, რომ აქ ალბათ მოკლევადიან პერიოდში დიდი შეღავათების გაკეთების საშუალება ალბათ სექტორს არ ექნება ხარჯვითი ნაწილის თვითონ საპროცენტო ხარჯების კუთხით, თუმცა მე ძალიან ოპტიმისტურად უყურებ ეფექტურობის და საოპერაციო დანახარჯების შემცირების შესაძლებლობებს. რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს? ამის თქმის საფუძველს მაძლევს თუნდაც ის, ასე ვთქვათ, დიჯიტალ ტრანსფორმაციების შესაძლებლობა, რაც ამცირებს ზუსტადად ამ საოპერაციო დანახარჯებს და მიწვდომას თითოეულ მომხმარებლობამდე ბევრად უფრო იაფად ვიდრე აქამდე ახერხებდა სექტორი. და ეს, ასე ვთქვათ, ციფრული ტრანსფორმაციები მისცემს საშუალებას სექტორს, რომ ეფექტურობა ბევრად უფრო გაუმჯობესოს და შესაბამისად დანახარჯები შეამციროს. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ვთქვით, ეს არის რისკის ხარჯი და რისკის ხარჯი უნდა ვთქვათ, რომ პრინციპში წლიდან წლამდე ჩვენ ვუყურებთ მნიშვნელოვან გაუმჯობესებას რისკის ხარჯისას თავად ჩვენი სექტორის, ასე ვთქვათ, პორტფელისას. და აქაც, ასე ვთქვათ, არის გარკვეულწილად კიდევ რო აგეხსნათ, ხა რისკის ხარჯი დაახლოებით საბანკო სექტორში არის 0.7%, მაშინ როდესაც მიკროსაფინანსო სექტორში არის 1.2% პორტფელთან მიმართებაში. Ну, идеალურ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, 0.7-მდე შესაძლებელია კიდე ამის კლება. აქედან გამომდინარე, მოკლედ არის გარკვეული საშუალებები და ტენდენციები და მე ეფექტურობის გაუმჯობესებაზე, ასე ვთქვათ, ყველაზე დიდ ფსონს ავდებდი ამ შემთხვევაში. ახალი მოთამაშეების გამოჩენა თუ ხედავთ ბაზარზე და თვითონ ინვესტორებისთვის მიკროსაფინანსო სექტორი არის თუ არა საინტერესო, მათ შორის და უცხოელი ინვესტორებისთვის თუ ადგილობრივისთვის, იმიტომ რომ წლების განმავლობაში მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ერთგვარად კარგი ფინანსური დონორები იყვნენ მიკროსაფინანსო სექტორის თანმიმართებაში, EBRD იქნება თუ ეს სხვა ორგანიზაციები, სწორედ ამის გათვალისწინებით ვკითხულობ, არის თუ არა ეს სექტორი საინვესტიციოდ ინვესტორებისთვის საინტერესო მიმართულება დღევანდელი რეგულაციებისა თუ სხვადასხვა კონკურენციული მდგომარეობის გათვალისწინებით? ორ ნაწილად დავყოფ ისევ თქვენს შეკითხვას. ერთი არის ის, რომ პრინციპში ჩვენ ახალი მოთამაშეების შემოსვლა სექტორში 2016 წლის მერე აღარ გვინახავს. პრინციპში 2016 წელი იყო ის წელი, როდესაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა ბაზარზე იყო 80, დღეს ჩვენ ხედავთ 29 მიკროსაფინანსო ორგანიზაციას. ამან კონკურენციაზე ხომ არ იმოქმედა გავლენა და რამდენად კონკურენტული დარჩა კლავაც ერთი ახალი მოთამაშე არ შემოვიდეს, მაგრამ მეორეა თავად ბაზარი რამდენად კონკურენტული დარჩა. კონკურენტული რო არის ბაზარი, თუნდაც მისი ზრდის ტემპებით შეიძლება, ასე ვთქვათ, ამაზე ვიმსჯელოთ, იმიტომ რომ საკმაოდ კარგი ზრდის ტემპი აქვს, ასე ვთქვათ, ამ სექტორს და ეს ნიშნავს, რომ ის საკმაოდ კარგ კონკურენციაში შედის ნებისმიერ სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან. მეორე თვალსაზრისით ის, რომ ახალი ორგანიზაციები აქ არ გვინახავს, ეს გარკვეულწილად შეიძლება აიხსნას იმითაც, რომ რაც უფრო, ასე ვთქვათ, მაღალია მარეგულირებელი თამასა, მით უფრო მაღალია ამ სექტორში შემოსვლის, ასე ვთქვათ, ბარიერები. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ის ორგანიზაციები, ვინც უკვე ბოლო 10 წლეულია ამ რეგულაციების თამასას წევს და შესაბამისობაშია და დახვეწა თავისი რისკების კორპორაციული მართვის და ასე შემდეგ, ასე ვთქვათ, სტრუქტურები, ისინი უკვე ჩამოყალიბდნენ იმ სტაბილურ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებად და სექტორად, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს. და პრინციპში, თუ შემომსვლელებს იმდენად აქტიურად შეიძლება მოკლევადიან პერიოდში არ ველოდებოდეთ, გამსვლელებით, ასე ვთქვათ, არ არის დიდი გასვლა მოსალოდნელი ბაზრიდან უახლოეს პერიოდში. რაც შეეხება ინვესტორების დაინტერესებას, პრინციპში უნდა ვთქვათ, რომ საკმაოდ დიდი მოცულობის ინვესტიციებს იზიდავდა მიკროსაფინანსო სექტორი ისტორიულად თავისი, ასე ვთქვათ, არსებობის მანძილზე და სანამ ვთქვათ მიკრობანკები გავიდოდნენ ცალკე სეგმენტში, დაახლოებით 350 მილიონი ლარის უცხოური ინვესტიციის, ეს ნიშნავს, ასე ვთქვათ, არა რეზიდენტი საფინანსო ინსტიტუტებიდან სახსრების მოზიდვას, ასე ვთქვათ, აკეთებდა მიკროსაფინანსო სექტორი. ორი მნიშვნელოვანი მოთამაშის გასვლის შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს წილი მიკროსაფინანსო სექტორში შემცირდა, იმიტომ რომ თქვათ იგივე ორი მიკრობანკის მოზიდული სახსრების საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან საკმაოდ დიდ მოცულობას, ასე ვთქვათ, შეადგენდა მთლიან მოცულობაში. თუმცა აქვე უნდა ვთქვათ, რომ პრინციპში დაინტერესება მიკროსაფინანსო სექტორის მიმართ, რომ არის მზარდი და ეს სექტორი საინტერესოა ინვესტორებისთვის, მათ შორის ბოლო პრეცედენტებით რომ ვიმსჯელოთ კაპიტალის ბაზარზე,
ვთქვათ, დიდი ემისიების ოდენობით და ასე ვთქვათ, ამ ობლიგაციების გამოშვების კუთხითაც ფაქტია, რომ ეს სექტორი ინვესტორებისთვის ძალიან საინტერესოა. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. წარმატებებს გისურვებთ და რა თქმა უნდა, სიამოვნებით კი მას მისცემთ სხვა დროსაც ბიზნეს პარტნიორის ეთერში მინა დელდარიანი საუბრობდა.